შემდეგ ვხედავთ, რომ ბიძინა უკვე მეორედ იმუქრება სროლით. ჯერ გვესმის მთელ ცხელძალხში გაჟღერებული სულ პირველი სიტყვა. გესვრით ჩემი. შემდეგ კი ეს. გესვრით ცუდი. არა და ისიც ცხადია, რომ საქმის გამკეთებელი ადამიანი ამას უკვე მოაყომარებდა. დიდი ხანია. ამიტომ იქმნება ბიძინა თაბაგარის პირველი ფსიქოლოგიური პორტრეტი. რა თქმა უნდა, გამოცდილმა ცხელძაღლოლოგმა იცის, რომ ბიძინა არ არის ისეთი ბესპაშადნი, რომ ქუჩაში სროლა ატეხოს და ვინმე სასიკვდილოდ გაიმედოს. მაგრამ თავიდან, როცა ისიც კი არ ვიცით, ვის ვხედავთ ეკრანზე, რატომ მისდევს ერთი მეორეს და ასე შემდეგ, სროლის მუქარა და შემდეგ მისი არ შესრულება, გვიქმნის დიდ წარმოდგენას ბიძინა თაბაგარის შესახებ. ამ მონაკვეთში მკაცრ, ბრაზიან კაცს ერწყმის ის ნაზი და უვნებელი შინაგანი მხარე, რომელსაც ყოველ დღე ამახინჯებს ზემოხსენებული ქაოტური გარემო. თანაც ეს ყველაფერი საეკლესიო ზარისხმების ფონზე ხდება, რაც დამატებით ღირებულებას ქმნის. ბიძინა აქ თეთრი ქვებით თამაშობს და აკეთებს არჩევანს. მისცეს ახალგაზრდა ბიჭს გაქცევის საშუალება და ამით ადამიანობა უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე სამსახურეობრივი მოვალეობა. ეგ სიტყვა საერთოდ მას უმაშებს სამსახურეობრივი მოვალეობა.